აბა როგორ ხართ? გიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ამბით. ჩვენ იმყოფებით სამტრედიაში და სტარტი აიღო დასავლეთ ბეთლაი მასტერ ლიგის გათამაშებამ 7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით. კეთდება ეს ძალიან კარგი პროექტი და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთო დასავლეთშიც და რა თქმა უნდა, ცხოვრობენ ფეხბურთით და რაღა დაგვრჩენია, მოდი ერთად ვნახოთ თუ როგორი გარემო და როგორი საფეხბურთო სიტუაცია სამტრედიაში. ჩვენიერი ქალაქია, საფეხბურთო ქალაქია, თქვენი ხილვა გვიხარია ამ ქალაქში. ესეთი პერსპექტიული გარემო არის, რომელიც რა ვიცი, კიდევ გაგრძელდება დარწმუნებული ვარ და ბევრ კარგ ტურნირს უმასპინძლებს ჩვენი ქალაქი სამტრედია. რავი, მოხარულები ვართ, რომ თქვენ აქ გხედავთ. მადლობა ამისთვის. კარგი თამაში იქნება, დარწმუნებული ვარ, ასევე მთელი ტურნირიც ვფიქრობ, სასიამოვნო ჩაივლის, ბევრ გოლს ვიხილავთ, კარგ მომენტებს და მე მგონი გულშემატკივრებიც ისიამოვნებენ ფეხბურთი. ჩაერთონ ფეხბურთში, ჯანსაღი ცხოვრება, რავი, ჩვენი წესია და უნდა ვიყოთ მაგრად ჩვენი მომავლისთვის რა. აბა გამარჯობათ. გამარჯობა. კეთილი იყოს. დიდი მადლობა. ჩვენი ფეხი აი ესეთ კარგ გარემოში როგორც მითხარით ზუგდიდი ცაიშიდან, ხო? დიახ. აი რო გვითხრათ ჩართულობის შესახებ და თქვენი გუნდის შესახებ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო მასპინძლებს ასეთი ბრწყინვალე დახვედრისათვის, ბრწყინვალე ორგანიზაციისთვის, რა ხვდები რომ ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ჩამოვედით ზუგდიდიდან, ცაიში გუნდი ასეთი და ხშირად გავდივართ ასეთი ტურნირებში, ძალიან გვესიამოვნა რომ მივიღეთ ღებულობ თამაში მონაწილეობას და ეს რაღაც დიდი სტიმულია ქართული გულშემატკივრისთვის პირველ რიგში, არამოქმედი ფეხბურთელებისთვის, ყოფილი ფეხბურთელები, მომავალი ფეხბურთელებისთვის და ყველას დიდი პირველ რიგში მინდა ფედერაციას მადლობა გადავუხადო ასეთი ბრწყინვალე წამოწყებისთვის და მადლობა გადაგიხადოთ ყველას. აბა, იცხოვროთ ფეხბურთით და მაგალითი მიეცით თქვენი ჩართულობით სხვებსაც. გაიხარეთ სხვა მონაწილეს. აუცილებლად. ცოტა დღეს სიმცირეა გულშემატკივრობის, მაგრამ იმედია მეორე-მესამე ტურში უფრო უკეთეს და უფრო ბევრი მოვალ. დღეს რაღაც სადღაც 60-მდე კაცი ჩამოვიდეთ, მაგრამ მომავალ თამაში აუცილებლად 100 ჩამოვიქნებით. წარმატებები. გაიხარეთ, დიდი მადლობა, ბრწყინვალე იყო თქვენი, რა ვიცი, ჩართულობა ყველაფრიანად. სახელმდეგორი? პაპუნა გეგეჭკორი. მადლობა პაპუნა. გაიხარეთ. წარმატებები ზუგდიდის. მადლობა. საიში. ბიჭები. ნუკრი გამარჯობა. მე ვიცი რომ სამტრედიის იანეთის ფეხბურთელი ხართ და დღეს ვერ ეხმარები გუნდს და ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, ფეხი გაქვს ნატკენი და რას ფიქრობ შენ გუნდთან დაკავშირებით და ზოგადად ჩემპიონატში ჩართულობასთან დაკავშირებით? ზოგადად მოგესალმებით, მივესალმები თითოეულ თქვენთაგანს, მე პირადად და თითოეულ ჩვენთაგანი ძალიან მოხარული ვართ, რომ აი ასეთი სასიამოვნო საღამოები ტარდება სრულიად საქართველოში და მადლობას მოგიხდით პირველ რიგში თქვენ. იმის გულისთვის რომ გვეძლევა მოყვარულ ბიჭებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდით, მაგრამ დღეს ესე მოგვიწია რომ არ ვარ პროფესიონალური ფეხბურთში და შეგვიძლია რომ გავერთოთ და ვისიამოვნოთ ძალიან ჩვენი მაგარ ფეხბურთით. საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენი მხარის წარმოჩენისთვის ძალღონეს არიშურებ და მალე დაბრუნებას გიისურვებ და მინდა რომ რაც შეიძლება მალე დაეხმარო შენს გუნდს. რას ეთყოდი სხვა მონაწილეს და რას უსურვებდი აქ ჩამოსულ სტუმრებს? წარმატებას უსურვებ ყველას, თითოეულ მათგანს, თითოეულ გუნდს და წარმატება მეტი რა ვერავ. აბა, მადლობა და ჩვენი მხარდაჭერაში. ხარეთ, მადლობა დიდი. ასევე თქვენს დიდი მადლობა სახელმწიფო ყველაფრისთვის. ნუკრი ჩიტეიშვილი. იანეთის ფეხბურთელი მაგალითად. შენი სახელი? დემეტრი. დემეტრე, როგორც ვიცი, სამტრედიას გულშემატკივრობ? კი. აბა, რას ეთყოდი სამტრედიას და რას უსურვებდი? წარმატებებს უსურვებდი სამტრედიის იანეთს და ბევრ მოგებას. შენ რო უყურებ, გინდა რომ უყურო და შენც უფრო მაგარი ფეხბურთელი გამოხვიდე, ხო, რა თქმა უნდა. კი. მე გისურვებ, რომ შენ წარმატებული ფეხბურთელი იყო და ჩვენ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად პატარა საჩუქარს გაგიკეთებთ. კარგი? იული ხო თამაშებზე უგულშემატკივრებ შენს გუნდს? მადლობა და ვიცხოვროთ ფეხბურთით, რათა მაგალითი მივცე აი ჩვენ თაობას და გვინდა რომ უფრო მაგარი ფეხბურთელები გახდეთ თქვენ. ჩვენ ვერ ვითამაშეთ დიდი ფეხბურთი და ამიტომ ვერთობით და ფეხბურთით ცხოვრობ და შენ ფეხბურთით უნდა იცხოვრო და ფეხბურთელი გამოხვიდე უნდა. ხო გამოხვალ ფეხბურთელი? კი.
ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ბევრი ივარჯიშო, ხო? კი. ეს მოუმზადებელი ინტერვიუ იქნება ჩვენს ერთ-ერთ ძალიან მაგარ ადამიანთან. აი კადრს მიღმა ეს ადამიანები ქმნიან ზუსტად იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი ლიგა ქვია და სანდრო არის ამ ჩვენი ლიგის ფოტოგრაფი, ასევე ჩვენი ოჯახის წევრი და სანდრო, მადლობა რომ ჩართული ხარ და ყველაზე მეტად არ ჩანხარ ხოლმე, იმიტომ რომ შენი გადაღებული ფოტოები თითქმის ყველგან დევს და მინდა რომ შენი დანახული თვალით როგორია ბეთლავი მასტერ ლიგა. ბეთლავი მასტერ ლიგა საკმაოდ სერიოზული ტურნირია. ყველა რეგიონს მოვიდა უკვე, რაც დოაკვირდები და რაც აქ ვარ, ძალიან სწრაფად ვითარდება და ნუ ეს სასიხარულოა რა. და მე მეტად უფრო კაი მომენტებია ხოლმე, რავი, ყოველთვის ვითარდება რა, არ ვიცი, ძალიან კაია. სანდროს არ უყვარს გამოჩენა და ეს იყო ჩუმად მოპარვა. გავიქეცი, მაგრამ მაინც დამიჭირეს. სანდრო, მადლობა და ბევრი კარგი ეპიზოდი გადაგიღო ზმო. მადლობა. პირიქით. ირაკლი, მოკლედ, ხედავთ თუ როგორ გუნდები ემზადებიან მოედანზე შესასვლელად, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რო არა ჩვენი ორგანიზატორები, ჩვენი კარგი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან და აი ლექსოს მინდა მადლობა გადაუხადო. ლექსო არის სამტრედიის მკვიდრი და გვერდ შეგვიდრას. ლექსო, რა სიტყოდი ამ პროექტის შესახებ? მაგარი პროექტია და ღმერთმა ასეთ პროექტები ბევრი იყოს და ბევრი. მადლობა პირიქით, რომ სამტრედია გავახსენდა და გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ლექსო, დიდი ხანი იყავი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის და წარმატებისთვის და ჯანმრთელად იყავი. მადლობა. ეხლა კი ნახოთ ადამიანი ლაშა ჭეიშვილი, რომელიც ქმნის ზუსტად აი ამ დასავლეთში გარემოს, რასაც ფეხბურთის სიყვარული ქვია და მინდა რომ მადლობა გადაუხადო ლაშას. ლაშა არის ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი და მადლობა ლაშა, მე პირადად ამ ყველაფრისთვის, რომ დღეს ვართ დასავლეთში სამტრედიაში და მასპინძლობთ დასავლეთ ბეთლავი მასტერ ლიგას. აი ხარე, მადლობა პირიქით მასტერ ლიგას, რომელიც ჩემთვის არის თავისუფლების ტოლფასი, იმიტომ რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ გვსიამოვნებს და სული და გული გვაქვს ამ საქმეში ჩადებული. ეს არ არის საქმე, ეს არის ის სითბო და სიყვარული, რასაც ქვია მასტერ ლიგა, ბეთლავი მასტერ ლიგა, რომელიც ახლა ტარდება და მინდა ყველას წარმატება უსურვო, მონაწილე გუნდებს, მსაჯებს, გულშემატკივრებს, სტაფს, რომ კარგი სეზონი, კარგი სტარტი გქონდა და მინდა რომ ბოლომდე ესე გაგრძელდეს. ჩვენ ერთ დიდ ოჯახს გავუმარჯოს, რომელსაც მასტერ ლიგა ქვია რა. ეს სასმელი არ ქონდა, თორე აუცილებლად განსხვავებულს დალევდა. ლაშა, აბა წარმატებები და ბევრი კარგი პროექტები განგვეხორციელებინოს ერთად რა. კაი, დაველოდოთ, ნუ მოკლედ, ბევრი თამაში გველოდება წინ და ბევრი ადამიანი იქნება, რა თქმა უნდა, რომელსაც გავესაუბრებით და რომლის ასსაც აუცილებლად მოვისმენთ. თამაშის დასრულებამდე, ნუ 1 წუთია დარჩენილი, გამოხვედი და რა შეგრძნებაა და თან ესეთი კარგი თამაში? ძალიან მაგარი თამაშია, ძმაო, ძალიან მაგარია და რა ვიცი, რა გითხრა. აი, ვერ აღვწე რა, ისეთი თამაშია და ეს ჩემპიონატიც შაშანავს თამაშობდი და იდეალურია, ძმაო, მაგარი ისაა რა ქვია.
ყველაფერი. ფეხბურთს დავანებებ თავს, ხო, რა საბამისად თქმა უნდა. ადაპტირებულია. კი, გასართობია, საძმაკაცოა, რა ვიცი, ყველაფერია იდეალურია, ყველაფერი ვაფშე. რა როგორ შეაფასებდი რა სეზონი გექნებათ წელს? რა ვიცი, ნახოთ, უფლის წყალობით იდეალური. მარტო რა თქმა უნდა, მარტო ამას არა მოყვარ, როდესაც ვთამაშობთ ეგრე და რავი, ყველა ტურნირში ვარ თითქმის ჩართული და რავი, ღმერთის წყალობით იმედია, ბოლომდე მივიყვანთ, რაც მაქსიმალურად იმას გავაკეთებთ. მოკლედ შესანიშნავი სტარტი ქონდა სამტრედიისიანეთს და მინდა წარმატებები გისურვო შემდეგ თამაშის და რაც შეიძლება მეტი ივარჯიშოთ იმისთვის რომ მეტ ფორმაში იყოთ რომ მე უკვე სხვა ეტაპზე რო გადახვალთ შესაბამისად უფრო მეტი და მეტი თამაშის გაუმჯობესების ხარისხის მიზანი გქონდეთ რა. აბა წარმატებები ბექა და სულ ესეთი მაგარი გოლები გაგეტანოს. ოქრო გაციხე. მოგესალმები. მინდა რომ ჩვენს მაყურებელს და ჩვენ დიდ ოჯახს გავაცნოთ თქვენი თავი. ასაკი ვფიქრობ რომ მხოლოდ ციფრებია. აი უბრალოდ მინდა რომ ყველამ შეხედოთ თუ რა ფიზიკურ ფორმაშია და ტაიმი მორჩა და ორი შესანიშნავი გოლი გაიტანეთ. რა სიტყვი რა რის საფუძველზე ხართ ესეთ ფორმაში? შრომა, ვარჯიში. ასაკს გვეტყვით ასაკს 51 წელს. 51 წელს. ბრავო და მინდა რომ ახალგაზრდებს უთხრა შენი სათქმელი და რასეთ ყველა ახალგაზრდებს მოუწოდე რომ შრომა, ვარჯიში და მაშინ მიაღწევენ წარმატებას. მე მადლობას გიხდი ჩვენი ოჯახის სახელით რომ ჩართული ხარ ამ პროექტში და მაგალითს აძლევ ახალგაზრდებს და დანარჩენ სხვებს. სამეგრელოს წარმომადგენელი მეგრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და მინდა რომ უფრო მეტი და მეტი ითამაშო და მეტი სიამოვნება მიიღო და რაც ასაკი გვემატება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. იცხოვრეთ ფეხბურთით და იყავით ზუსტად როგორც ვებხოა. აბა, მადლობა შენ. ნიკა, აბა, მოგესალმები. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა სამტრედიაში, დასავლეთ ბეთლავი მასტერლიგის გათამაშება. პირველი თამაში იყო და მე ვფიქრობ ძალიან შესანიშნავად ითამაშე და კარგი შთაბეჭდილება დატოვე და აბა რა სიტყვი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ დღევანდელი MVP. რა ვიცი ძალიან კარგი გახსნა იყო ჩემი აზრით პირველი თამაში იყო სეზონის დაძაბული თამაში გამოვიდა თავიდან თანაბრად მიდიოდა თამაში ორივე გუნდის შეტევები იყო ანგარიშიც ეგრე წავიდა მაგრამ ბოლოსკენ ალბათ ცოტა დაღლიობამაც იჩინა მოწინააღმდეგეს გუნდში და შევძელით გამარჯვება. რა ვიცი რა შეეხება ჩემ თამაშს. მარტო ჩემი არ არის დამსახურება მთელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ და გუნდმა შეგიწყო ხელი. კი რა თქმა უნდა და რა ვიცი პირველი თამაშის ყოლობაზე კარგი თამაში იყო და შემდეგში ალბათ უკეთესად ვაჩვენებ ჩვენს თამაშს. ნიკა ხვადაგიანი დარწმუნებული ვარ თავის სიტყვას კიდე ბევრჯერ იტყვის და რას ეტყოდი სხვა მონაწილეს და რა თამაშებს უსურვებდი როგორც ყველა გუნდს უსურვებ რომ წარმატებებს რაც თავარია ჯანმრთელად ჩაიაროს ყველა თამაშმა ტრავმების გარეშე წარმატებებს უსურვებ ყველა გუნდს რა ვიცი წინა თამაშებსაც უყურებდი ტრიბუნიდან კარგი გუნდები არიან ვფიქრობ რომ კარგი და დაძაბული ჩემპიონატი იქნება წლევანდელი ჩემპიონატი და რა ვიცი წარმატებებსაც ვერაფერს უსურვებ ამ ეტაპზე. აი მოკლედ მეგობრებო აბა ქუთაის წარმატება უსურვოთ მომდევნო თამაშებშიც და რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდით და იცხოვრეთ ფეხბურთით. წამო ეხლა ნახოთ ფოთის ჭაბონამა, რომელიც გამორჩეული გუნდია ჩვენთვის ისეთი
საამაყო და ბიჭებო გამარჯობათ. აბა როგორ ახართ? აბა გუნდის სპიკერი დღეს შენიყავი და ბიჭებს ყველას მივესალმები, მაგრამ ერთი კომენტარი მინდა გთხოვო თქვენ გუნდთან დაკავშირებით. ბიჭებო, ხო არ იქნებით წინააღმდეგი რომ გუნდის გააჟღეროს პოზიცია? მეც რას ფიქრობთ გუნდთან დაკავშირებით, თქვენ გუნდთან დაკავშირებით რა მოგონი გაქვთ? მე რამდენი წელია ჩვენ რომ მონაწილეობთ ამ ტურნირში და სასიამოვნოა რომ ყოველდღიურად ვითარდება როგორც ჩვენი გუნდი, ასევე ეს ტურნირი, მასტერლიგა და სასიამოვნოა რომ ყოველდღიურ ამ განვითარებაში ფეხბურთის ხარისხიც უკვე განსხვავებულია, სანაკრებოსაც ულოცავ ბიჭებს, ყოველდღიურად ვითარდებიან და ჩვენი ნაკრები სხვა სიმაღლეზე ასული. რაც შეეხება ამ ტურნირს, ვფიქრობ წელს საპრიზოზე უნდა ვიყოთ ჩემი აზრით და ისევე როგორც ყოველ წელს, იმიტომ რომ კარგი განწყობა გვაქვს, კარგი შემართება გვაქვს, გუნდიც ისეა დაკომპლექტებული. დღევანდელ თამაშზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, რომ ქუთაისი ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და ვფიქრობ კარგი თამაში გამოვა, მაყურებლებიც არიან და სასიამოვნო იქნება სანახაობრივი. და რავი, ორივე გუნდს წარმატებებს ვსურვებ და ასევე ბეთლავი მასტერლიგას და თქვენ თითეულს და შენ განსაკუთრებულად რა. ჩვენ მინდა დავამატო ის ჩვენს მაყურებელს და ვინც გვიყურებს, მინდა უთხრა რომ პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული, მაგალითს აძლევს და წარმოადგენს ფოძს და მინდა რომ ამისთვის მადლობა გითხრა ჩვენი ოჯახის სახელით და შენი ჩართულობით მაგალითს რო აძლევს სხვასაც რა. აბა ვიცხოვროთ ფეხბურთით. ახლა კი მინდა ყველას წარმოგიდგინოთ ორი გამორჩეული არაჩვეულებრივი ადამიანი, წყალტუბოს მკვიდრნი, წყალტუბოს გუნდის კაპიტანი, ჩვენი ტეხო და ჩვენი წყალტუბოს გუნდის ლიდერი თევზი. მე მინდა რომ ყველას აი ესე ამ სიტყვებით როგორც ვეძახით, ისე სახელი ისე დაგიძახოთ, როგორც მოედანზე ვეძახი და დავიწყოთ კაპიტანით. თევზი, კაპიტანი, რა ხდება გუნდში? რა მდგომარეობა? ვიცი რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობთ. იქით რომ მივტრიალდეთ და ველაპარაკოთ. ვარჯიშით რა შეეხება ვარჯიშობთ, ოღონდ შეძლებს დაგვარად დრო როცა გვაქვს, მაშინ ვარჯიშობთ, მაგრამ რაც თავარია მოედანზე მონდომებით გამოვდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. მაგაში დარწმუნებული ვარ, მართლა პირველივე დღიდან არიან ჩართულები ჩვენ გვერდში არიან თავისი თამაშით, მეგობრობით, ადამიანობით. მოვდივართ ერთად და ერთად ვქნით ამ ჩემპიონატს და მინდა რომ თევზა ორი სიტყვა გითხრას ზოგადად რა მოლოდინი აქვს წლევანდელ სეზონზე თავის გუნდიდან გამომდინარე და ვიცი რომ ბევრი რამე შეუულია წყალტუბოს, იმიტომ რომ არაერთხელ დაუმტკიცებია და კარგი თამაში უჩვენებია. მოგესალმებით, მივესალმები ბეთლავი მასტერლიგას. მოხარული ვართ რომ იწყება ეს დასავლეთ ბეთლავი მასტერლიგა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პირობებით მინი ფეხბურთს თამაშობდით, რაღაც ცოტა დიდ სტადიონზეც და დადგა ეს დღე, იწყება, გილოცავთ ამ ტურნირის დაწყებას და შარშანდელთან შედარებით ახალი სტიმულია, ახალი მოედანია და რა ვიცი, ჩვენთვისაც ეს რაღაც იქნება სტიმული, რომ შედეგი დავდოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებოდა ჩარშან ბევრი პრობლემები ჰქონდა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენიერი ყველა პირობა გვაქვს, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ და შედეგი დავდოთ. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად წყალტუბოშიც ჩავწერთ ზუსტად მსგავს ვიდეოს, სადაც თქვენ იქნებით მასპინძელი და მართლა იმსახურებს წყალტუბო, იმიტომ რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ. შემიძლია თამამად თქვა ეს და მინდა ბიჭებო წარმატება გისურვოთ ჩვენ ერთობით, აი ამ სიყვარულით, რასაც ფეხბურთისადმი სიყვარული ქვია, გვაერთიანებს და მადლობას გიხდით, იცხოვრეთ ფეხბურთით, იყავით ჯანსაღები და მივცეთ მაგალითი ზუსტად აი ჩვენ პატარა თაობას და აბა გახურებაში ხელს აღარ შეგიშლით, წარმატებები ძმებო. ჩვენ კიდე ძალიან ბევრ კარგ ადამიანს და გუნდს გაგაცნობთ აუცილებლად. აბა მოკლედ ჩემ გვერდში არიან ბიჭები, რომლებმაც დასავლეთ ბეთლავი მასტერლიგის პირველი ტური საკმაოდ წარმატებულად ჩაამთავრა. ჯოგო, ამი, მადლობა ძმებო, მადლობა მოსულ გულშემატკივარს, ძალიან კარგი და სანახაობრივი ტური გამოდგა, ძალიან კარგი თამაშები და მინდა თქვენი აზრიც როგორ შეაფასებდით ზოგადად პირველ ტურს. დიდხნიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდით დასავლეთ ბეთლავი მასტერლიგას, როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღეც და ძალიან ისეთი კარგი გარემო იყო რა, ჯერ ახლა მესამე წელია, მეოთხე წელი ახლა ბეთლავი დასავლეთში არის.
პირველად ავარ სამტრედიაში და გარემოც ისეთი იყო, ბალეჩიკებმა მეტი სანახაობა შეძინეს დღევანდელი ტურის თამაშებს. გუნდებიც ძალიან ისეთი დაბალანსებული და ძლიერი გუნდები აღმოჩნდა, რომ ყველა თამაში საინტერესო იყო და მოულოდნელობებით ახსოვს. ალბათ წინასწარ რთული იქნება თუ ვინ დაასრულებს პირველ ადგილს და ვინ ბოლო ადგილს. მაყოფილი ვარ დღევანდელი დღის, მომზადებული იყო ყველაფერი მოედანი ლამაზად ჩატარდა და წარმატება გინდა უსურვო თითოეულ გუნდს. აბა, მადლობა ჩოგო. ძალიან კარგი შეფასება იყო. ამი ორი სიტყვით რო შეაფასებდი, როგორი მაგარი დღე იყო. დებიუტი იყო შენი მაგარი დღე იყო პირველ რიგში. მე მინდა მადლობა გადაგიხადო აკოშენ და ფეხბურთის ასოციაციას. ვინც მხარი დაგვიჭირა დღევანდელ დღეს და გვერდში დაგვიდგა, ყველას დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი თამაში იყო და მე მაინც გამოვარჩევდი ბოლო თამაშს, წყალტუბოსა და სამტრედიას თამაშს და განსაკუთრებით ალბათ წყალტუბოს გუნდმა და დამსახურებულად მოიპოვა დღევანდელ დღეს გამარჯვება და ყველას უსურვებ მხარდაჭერას და გვერდში დგომას და დავუდგებით კიდევაც თითოეულ ჩვენთაგანი, ვინც დღევანდელ სეზონში ჩაერთვება და ჩართული. მადლობა ბიჭებო, ჩემთან ერთად იყვნენ ლიგის ხელმძღვანელი ჩვენი ძმა ჩოგო და ჩვენი ამი, ჩვენი დელეგატი და მინდა რომ ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადო და ჩვენ ერთად ვქმნით აი ამ ოჯახს, სადაც ფეხბურთის სიყვარული ქვია და ჩვენი ლოზუნგი რა არის ბიჭებო? იცხოვრე ფეხბურთით. მადლობა და კიდევ ერთხელ დღევანდელი ასე ვთქვათ სამტრედიის ლოკაცია მინდა ვთქვა რომ ნამდვილად შედგა და მადლობა სამტრედიელებს და გულშემატკივარს.